თიკა. ხო, არა რა დამავიწყდა, კაცო. ვიცი, შაბათს ქორწილში მივდივართ. ხო, თამადა ვარ. კი, ვიყიდე პიჯაკი, აბა რა ვქენი? ისეთი მაგარი პიჯაკი ვიყიდე. ისეთი მაგარი, იაპონურია თან. დღეს არის ყველაზე მეტად მოდაში საქართველოში. სასწაულია რა. რა? ვინ არის მოადგილე გოგოს მხრიდან? მერე რა? ინდივიდუალურში თუ მაჯობებს, მერე გუნდურში მე გუგერსა და დელფინა დავაგდებთ. გენაცვალე თუშა და ლაშა თქვენ გაიხარეთ. რა? მაგდენს რამდენს დავლევ? მანდილოსნების სადღეგრძელო ხო უნდა დავლიო 9 ჯერ. როგორც მინიმუმ. აქედან 8 ჯერ განსხვავებულით. შენ გენაცვალე ეთერ მარიამ სოფო თქვენ გაიხარეთ. ხო, რაო? არ მომისმენ? ვინც არ მომისმენს? ბახ, დავცხრილავს უყველას შენ გენაცვალე ბახიშვილი. ხო. აქედანვე იცოდე თიკა, მე და შენ უნდა ვიცეკოთ. რა უნდა ვიცეკოთ და ჩემს პიჯაკს იცი როგორ უხდება აჭარული? სასწაულად. ხო, მე რა თუ არ იცი აჭარულის ცეკვა, კაცო, ამ პიჯაკს ეგეც უხდება რო არ იცი. ხო, და კიდე ბოლოს ყველას რო დავათრობ და დავყრი სიძის მამა რომ მოვა ბოლოს ასე წინდებით და მეტყვის გაიმარჯვეო, შენ ამ დროს იცი რა უნდა ქნა? უნდა იტირო. შენ გენაცვალე თემური, შენ გაიხარ. ხო. უნდა იტირო. აბა, გამარჯვებული ქვარი რო გყავს, არ უნდა იტირო? კარგი. ოთარ, ეცხოთ რა მიყვან ქორწილი. რა ჯანდაბა გინდა, შენ რა გინდა? ყველას რო დაათრობ, მოვალ და გეტყვი, ოთარ, დაგჩა ვინმე დაუთრობელი. კარგი, წამოდი ოღონდ რა ქენი იცი? შენ იყიდე ესეთი პიჯაკი, ზუსტად როგორც ლურჯი. და იმით იმოდი. ოთარ ტატიშვილს გაუმარ! მადლობა. მოგესალმებით მეგობრებო, ახლა კი იაპონური ჰაიკუ. საკურა გახმა, მერვე დვერი ყვავილა, ვაზი აყვავდა. ეს თქვენებურად იაპონურად, ქართულად ეს ჰაიკუ ასე იქნება. აქეთ ფიცარი, იქეთ ფიცარი, ისე მოგიგეთ ვეღარ გიცანით. დიახ, ზედიზედ 7 გზის მსოფლიო ჩემპიონი იაპონია და ვამარცხეთ. თუშამ ეთერმა და ბახბახამ მოიგეს. 3 თორს ვიგებდით, როცა ლაშა ბექაური უძლიერეს სანშირო მურაოს შეხვდა და იპონით მოუგო. გახდა 4-2 და გავხდით მსოფლიო ჩემპიონები. ხო, ნახევარფინალში იაპონიის დამარცხება იყო საქმე, თორე სამხრეთ კორეას ფინალში რომ მოუგებდით ეგ ისედაც ვიცოდი, კაცო. ნუ ეთერზე რა უნდა ვთქვა? სასწაულ ფორმაშია. ინდივიდუალურში ხო სასწაულები აკეთა, გუნდურშიც ხო სასწაულები აკეთა. 9 ბრძოლიდან 8 იპონით მოიგო. მაგარი ხარ ეთო, შენ გენაცვალე. აი, გილოცავ მთელი სულით და გურით და აქვე მინდა ერთი განცხადება გავაკეთო. წელს მართლაც რომ მაგარი სპორტული წელი გქონდა. ხვიჩამ ლიგა მოიგო. შენგელია იტალიის ჩემპიონი გახდა? მერაბმა ტიტული დაიცვა? აგერ ილიაც დაიცავს კვირას, ხო დაიცავს? დარწმუნებული ვარ, ხო და ბიჭებო, ძმები ხართ. გამიგებთ. წელს ეთერ ლიპარტელიანის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებას სახელმწიფო სპორტ შოუს სახელით ოთარ ტატიშვილი უჭერს მხარს. და მიესალმება. დიახ, ბიჭების წარმატებები ვახსენე და აქვე კაცო ლევან საგინაშვილი არ ვთქვათ, ჩვენი ძმა და მეგობარი მის გამარჯვებაზე გასპარინისთან. როგორც წინა გადაცემაში აღნიშნე ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი. ზოგადად მე მჩვევია ეს წინასწარმეტყველება. ჩაირბინა ლევანმა ჩიკაგოში, გადაუწია ამ გასპარინის ხელი 5 ჯერ და ჩამოირბინა უკან. გილოცავ ლევან, შენც გილოცავ, ჯუდოისტთა ნაკრების გამარჯვებას გილოცავ, აბა შენ რომ მოიგებდი აქედან რო წახვედი, უკვე ვიცოდი ეგ ამბავი მე. ფეხბურთში საკლუბო მსოფლიოზე გადავიდეთ ახლა. პარი სენ-ჟერმენსა და სიეტლის დაპირისპირებაზე ვთქვათ 2-20 სიტყვა, სადაც კვარამ პირველი გოლი გაიტანა. მოკლედ რა, სანამ უნდა ათრიოს ამ ბიჭმა, ზურგით ათრიოს ეს პარი სენ-ჟერმენი რა. ხო ნახეთ, უკვე ზურგით დაიწყო გოლების გატანა. ხო, შაბათს რო ქორწილში ვარ, თამადა ეს უკვე ვთქვი. ახლა რაც შეეხება კვირას. თელმა საქართველომ უნდა მოვიმარაგოთ ელარჯი, გებჟალია, ნიგზიანი ხარჩო,
კაი, ოჯალეში, იმიტომ რომ დილას ერთი მეგრელი ხვდება ერთ სამხრეთ ამერიკელ ოლივეირას და უნდა მიძუყნოს და ვიწყებთ დილიდან. საღამოს კი მეორე მეგრელი ხვდება კიდევ ერთ სამხრეთ ამერიკელს და იმანაც უნდა მოუგოს. მოკლედ და აქ ვამთავრებთ საღამოს კეიპს. დილას დაწყებულ კეიპს საღამოს ვამთავრებთ. ხო და მიმართავ ახლა ამ მეორე მეგრელს. ანუ ხვიჩას, ჩქიმჯიმა, მომისმინე, ხო იცი როგორ მიყვარხარ და ისიც ხო იცი რომ ის მეორე სამხრეთ ამერიკელიც როგორ მიყვარს შენ რომ უნდა ეთამაშო ეხლა ხო და უყურე ინტერია ეგეც და მესამე გოლის მერე შენ რო გაიტან მეოთხე გოლს და 4-0 რო იქნება და 95 წუთზე რო წამოიღებს ეს მესი ამ ბურთს თავის საჯარიმოდან გეხვეწები არ დაეწიო და არ წაართვა ერთი გოლი გაატანინე რა მესი ვახსენეთ და იქვე რონალდოც ვახსენოთ მოკლედ ამ ალ-ნასრიდან წასვლა უნდოდა ხო და გავცელდა ამბავი რომ დაიბალა ალ-ნასრის ამ შეიხებმა დაიბარესო და ოღონდ არ წახვიდეო და 400 მილიონ ევროს მოგცემთ წელიწადშიო. უზარმაზარი ფულია, მაგრამ მე როგორც გავიგე, ამით კი არ შეაბეს კრისტიანო, რომ დიდი ფულიაო და აბა შეიძლება ფულს იშოვე. არა. უთხრეს რომ ეს ციფრიო რეკორდულიაო და შენივე რეკორდს ხელფასებში მოხსნიო. რაო, კრისტიანო? რეკორდს მოხსნიო? და დარჩა ბიჭო. და ბოლოს, როგორც მოგეხსენებათ, ლიონი სამწუხაროდ, ლიონის ოლიმპიკი დავალიანების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს და ამბობენ რომ ჩვენი ჟორჟი ორი გრანდის ინტერესის სფეროში მოხვდაო, ტოტენჰემი და რომა განიხილება, თუმცა იმასაც ამბობენ რომ ჟორჟი თავის საყვარელ და მშობლიურ კლუბში დარჩენასაც განიხილავს. მომისმინე ჟორჟი. მე გეტყვი ჩემ აზრს კაცო. შენ როგორც გინდა ისე გადაწყვიტე. აი, შენ რო ეხლა ბარსელონაში თამაშობდე. ხო და ბარსა რო გააგდონ ლა ლიგა 2-ში მაინც გეტყოდი რომ წადი მაქედან დანარჩენ შენ თვითონ მიხვდები რა საქართველოს წამყვანი ფეხბურთელი ქართველებს ტოპ ლიგაში გვჭირდება ჟორჟ ტოპ ლიგაში თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი პანამა სადაც ნახავთ როგორ ათრობენ მეოთხე ლიგელი ვანის სულორის ფეხბურთელები გელაია კორძაძეს. მე შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია კომპანია ლიდერბეთი, დიდი მადლობა ლიდერბეთს. ასევე ჩვენი მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ლიდერ სპორტ არენა, სადაც ჩვენი სტუდია იმყოფება. და ჩემი და ბარსელონას ოფიციალური პარტნიორია ლუდი ესტრეა დამ. ახლა რაც შეეხება ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, ძალიან მაგარი სტუმრები მყავს. აი ძალიან მაგარი მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორები, საქართველოს ჯუდოში გოგონათა ნაკრების მწვრთნელები, გია თენაძე და კახა მოცრაძე. დავზანდით. მოკლედ პირველ რიგში გილოცავთ, სოფლიო ჩემპიონები ვართ, ინდივიდუალურშიც ვართ. რაც თავარია გუნდურშიც ვართ, იაპონიის ჰეგემონია დავამხეთ. ხო, რამდენი წელი ხდებოდნენ ზედიზედ? 7 ჯერ ზედიზედ გახდნენ იაპონელები ამ შერეულში, ხო? რაც შერეული ისტორია არის, სოფლიოს სატარების ისტორია. სხვა არავინ არ გამختარა. იაპონია და ჩვენ რა. მეტი არავინ არ გამختარა შერეულში სოფლიო ჩემპიონი. ძალიან მაგარია, ბევრს გადიდებდით, ბევრს გაქებდით, ბევრი ვინერვიულეთ, იყო მთელი ამბავი და, მაგრამ რა არის იცით, მოსამატებელი გაქვთ. მოსამატებელი გაქვთ, თან ძალიან მოსამატებელი გაქვთ. აი, მე შემიძლია ვთქვა, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს თქვენი გამოსვლა. ამ აჭარულში სინქრონი არ იყო საერთოდ. მიღებულია. ცოტა რაღაცა მიდიხარ სოფლიო ჩემპიონატზე აიყვანე რა ერთი ქორეოგრაფი რომ რაღაცა სინქრონი დაალაგდეს რაღაც ან ილიკოს თხოვოთ სუხიშვილს ან ერისიონს თხოვოთ ან ვიღაცას თხოვოთ რა შემდეგში გავითვალისწინოთ რომ სინქრონი იყოს რა მოდი ახლა ეთერ ლიპარტელიანით დავიწყოთ რა თქმა უნდა მოიგო ინდივიდუალური პირველად გახდა სოფლიო ჩემპიონი მოიგო გუნდური, მართლა ოქროს გოგო ყავს რა, აი ოქროს გოგო ყავს. მე ვთვლი რომ ეს იყო ეთერ ლიპარტელიანის ჩემპიონატი. ეს იყო მისი ჩემპიონატი. ეხლა ფორმის პიკშია თუ კიდე შეუულია მომატება. აი თქვენ როგორც მწვრთნელებმა მითხარით.
კიდე შეუძლია. კიდე შეუძლია. ოლიმპიადა გვაქვს მოსაგები და მე გავალთ პიკის სწორზე. რამოდენიმე წელი იქნება ესე და მე ნახოთ. მე შვილებზე შეიძლება ვიფიქროს. რაღაცა აი ყოველთვის ვიცოდით რომ ნიჭიერი გოგო იყო, მაგრამ რაღაცა უცებ გაიზარდა რა, თუ მე მეჩვენება ეს, აი რაღაცა უცებ მოხდა მისი ტრანსფორმაცია და ზრდა, თორე ნიჭიერი რო იყო და მაგარი სპორტსმენი რო იყო, ამაზე არავინ დაუობდა, მაგრამ აი უცებ გახდა მონსტრი. ამდენი იპონი მე რა ვიცი რა. ყველა 9-დან 8 იპონით მოიგო, ხო თუ ახსენები? ხო, აი რაღაცა სწრაფად მოხდა მისი ზრდა თუ აი რა იყო ეს, რა ტრანსფორმაცია იყო ერთ-ერთთან როგორც თვლები მითხარით, აბა? ახალგაზრდულ ასაკში ეთომ ზუსტად აი ესეთი ტრიუმფით გაიარა ის წლები, იყო ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი. პლუს გუნდურებში ყველა შეხვედრას იგებდა და თან იგებდა სულ სუფთა გამარჯვებებით. ახალგაზრდებიდან მე დიდებში ცოტა პატარა დრო დაჭირდა რომ გალიდერებულიყო, თუმცა უბრალოდ მსოფლიოს ჩემპიონი არ იყო, მაგრამ 12 медали აქვს გრან-სლემზე და გრან-პრიებზე, რომელიც გრან-სლემები არის თითქმის მსოფლიოს ტოლფასი თავისი ძლიერით ღონისძიებებია, მონაწილეობენ იგივე ხალხი, უბრალოდ სოფლიოსთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, მეტი დატვირთვით ვარჯიშობენ, თორე შემადგენლობა ხშირ შემთხვევაში იგივეა ხოლმე და 12 медали აქვს. აქედან გამომდინარე, უნდა ვთქვათ, რომ ეს შემთხვევით არ იყო. უბრალოდ ერთ დღეს ვერ მოხერხდა ისე, რომ ყველასთვის მოეგო და გამხდარიყო მანამდე მსოფლიოს ჩემპიონი. ეს მოახერხა დღეს და მოახერხა ძალიან კარგად. ესე იგი თქვენ უნდა თქვათ გოგოს გაზრდა ვიციო რა. დედას ვიცავარ რა, ნათლად თქვენ უნდა თქვათ. ძალიან მაგარი ხო, ეხლა სხვა გოგოებზე ვთქვათ, რომ უმნიშვნელოვანესი იყო მათი გუნდურში მონაწილეობა და მოღვაწეობა და კარგად დაგვეხმარენ, ხო? ამ გუნდურ შეჯიბში, ანუ სოფო იყო, სომხიშვილი. თქვენი მეგობარი. ჩემი ძმაკაცი. ჩემი მეგობარი სოფო სომხიშვილი იყო და ჭანტურია, ხო? ჭანტურია მარიამი კი. მარიამი. ხო, ანუ ეს ორი, ანუ სამი გოგო, ეთო, სოფო და მარიამი იყო ეს ძირითადად ესე ხო, ძირითადად, ხო და მათი ღვაწლიც, არა, ეთერასკილაშვილის ღვაწლიც გვახსოვს ჩვენ კაცო, რა აზია საუბარი გუნდში გამოდიოდა და მოკლედ მაგარი გოგოები გვყავს ძალიან. აი, იცით, აი თქვენ მითხარით, ბატონო კახა, განსხვავდება ბიჭებთან და გოგოებთან მუშაობა ძიუდოში? აი რამე სხვა მუღამი აქვს, რამე სხვა წესია და კანონი აქვს თუ ერთნაირი მიდგომა? ერთი რამით განსხვავდება. ბიჭების ნელები კონიაკს ვამეხორდა, ჩვენ ერთზესგვას ვამეხორდა. რა თქმა უნდა განსხვავდება კი თავის სპეციფიკა აქვს ვარჯიშის პროცესებს, ვარჯიშის მიმართულებას, ხო იქ თავისებური მიდგომა უნდა რა თქმა უნდა და ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში დავაგროვეთ ეს გამოცდილება. და მოვედით აქამდე და რაც შეეხება გოგოებს, სოფო, მარიამი, ეთერი ერთი ჯგუფიდან არიან დამოსულები, ერთი თაობა, ერთი წელია. თვეებია სხვაობა. მეტი არაფერი, უბრალოდ სულ 20-25 ბავშვთან ავარჩიეთ ეს ბავშვები და ესე 2010 წლიდან დავიწყეთ. 2013-ში ქონდა პირველი მედლები და ესე მოვდივარ და ბოლოს 15 წელს დავაგვირგვინე სოფლიო ჩემპიონობით. ძალიან მაგარია, ევროპაც მოვიგეთ, სოფლიოც მოვიგეთ. გუნდურში ეხლა სამჯერ გვაქვს ევროპა მოგებული, მოგებული. ეხლა ოლიმპიადა დაგვჭა. ოლიმპიადაზე გუნდური ხო არის? ხო, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. აუცილებლად უნდა მოვიგოთ კი. თამასა ისე აწეული რომ ძალიან მაგარია. ისე როგორ ხდება აი გოგოების შერჩევა? აი ჯუდო მაინც ისეთი სპორტია, ხო? ორთაბრძოლა, ხო, აი რამდენად ხშირად მოყავთ ხოლმე მშობლებს გოგონები მაგალითად? ან აი რა მასალიდან არჩევთ თქვენ ამ უნიჭიერეს გოგონებს? როგორც გახამაღნიშნა, აი ეს გუნდი მაგალითად სადღაც 25-30 ბავშვიდან არის შერჩეული, იმიტომ მეტი ფიზიკურად არ დადიოდა ძიუდო სექციაზე 2010 წელში და ეხლა უკვე ამ ეთერის ასეთ წარმატებებმა სადღაც 300 ბავშვზე ავიდა საქართველოს მასშტაბით უკვე ვარჯიშობს 300 ბავშვი ძიუდოში. რაც რომ ეს ორთაბრძოლებში
ითვლება რაოდენობად სოლიდური 300 გოგონა ვარჯიშობს. 300 გოგონა ვარჯიშობს ჯილდოში. ძალიან მაგარი ამბავია. აი ამ სოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კიდე ვფიქრობ, რომ მინიმუმ გავორმაგდება. ხო და უკვე 500 ბავშვიდან და გინდათ 300 ბავშვიდან ამორჩევა ტალანტების უფრო 25-დან რა მაგრები ამოარჩიეთ და 300-დან რა მოხდება, ხო წარმოგიდგენიათ რა. ძალიან მაგარი ამბავია. ისე სელფებს ბიჭებიც იღებენ და გოგოებიც ხოლმე, თუ მარტო გოგოებს უყვართ ეს გადაღება ფოტოების? ორივე იღებენ ხოლმე. გოგოების თაყვანისმცემლები ხო არ გაწუხებენ და გაბრაზებენ ხოლმე? ისე პასუხისგებლობაც ძალიან გვაწუხებს, იმიტომ რომ ოჯახიდან რო გამოდის ბავშვი უკვე მამაც შეხარ, დედაც და მასწავლებელიც და ყველაფერი და სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს, რა თქმა უნდა, რთულია, იმიტომ რომ საწვნელი პროცესი მიხედავთ თუ აღზრდელობით, მაგრამ საჭირო აუცილებელია. სხვათა შორის ეს თაობა ისეთი შეხმატკივილი, ისეთი ყველანაირად გამორჩეული წესიერებით მართლა გამორჩეული ბავშვებია. ძალიან მაგარია. ბრძოლის წინ რა შეუნებით ხოლმე გოგონებს? ანუ აი შეძახილი ხა ბიჭებზე გასაგებია და გამიგია კიდეც წვნელი რას დაუძახებს ხოლმე. გოგონებს რა შეუნებით ხოლმე? ერთხელ წამოსდა დავუწყოთ პახტანგორს თქო და ამის მერე სულ მაგას იძახიან ხოლმე. დავუწყოთ პახტანგორს როგეთი. ისე სულ მაგინებინეთ ის ჯუდოს საერთაშორისო ფედერაცია გასო. ტრადიციად გქონდა ქცეული დილას სახილდა რომ გამოვდიოდი, ვაგინებდი ეს შერეული რომ მოიგონეს თქო. იმიტომ მოიგონეს რომ ჩვენ აღარ მოგვეგოთ თქო და ეხა უნდა შევცვალო ეს ტრადიცია. ეხა უნდა გადავიდე მათ ლოცვაზე. იმიტომ რომ არაფერი ჩვენ ვერაფერი ვერ შეგვაჩერებს და ვერაფერი ვერ შეგვაშინებს. ისე რით იყო მართლა ეს გადაწყვეტილება მიღებული? ანუ ხო შეიძლებოდა რომ დაუშვათ გუნდური ბიჭების ცალკე ყოფილიყო, გოგონების ცალკე ყოფილიყო, ხო? ანუ აი ეს ინტეგრაცია რას ემსახურება, რატომ მოხდა? უფრო ვფიქრობ ოლიმპიურ კომიტეტმა ერთდროულად ორი გუნდის გაყვანა ოლიმპიადაზე ცოტა ნადრევად ჩათვალა და ხო და უფრო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციით მოხდა რომ შერეული და ერთი გუნდი ყოფილიყო. ხო ისე აი აღნიშნეთ რომ ამ ჩვენ ფედერაციას აქვს რაღაცა ძალიან კარგი პროგრესი ხო აქვს და აქვს რაღაცა მანკიერი ისინი. ხა მაგალითად მე და კახაბერი ვერ უჯექით იმ ჩვენ აღსაზრდელებს იქ და ვერ სეკუნდანტობდით რა და რატო? ვართ სტუდენტები IGF-ის. არა და ხა ორი ინსტიტუტი მაგ დამთავრებული პედაგოგიაში, ფიზკულტურული, მაგრამ ეკონომიკური, მაგრამ დამთავრებული და სამთვიან იმას გთხოვს რომ სერტიფიკატი მოგცეს კურსები რო გავიდა. რო იქ სეკუნდანტად იყო. რო სეკუნდანტად დავიძე და ეხლა ყველა გვეკითხება რომ თქვენ რატო არ იყავთ ეხლა ერთით კაია მაღლაროზი ხარ იქ უწყვეტ რეჟიმში კარ ნახობ იმას და იქ როცა იქ უზიხარ უშუალოდ მხოლოდ კამარს რო ისწორებს მაშინ შეგიძლია. შეიძლება გაფრთხილებაც კი მოგცენი ხო? შეიძლება გამოგაპანჩურო მოდეში. ხო და არა და 18 გამოცდიდან უკვე 16 ჩაბარებული გვაქვს, 2 გამოცდა დაგვრჩა და თანა დაგვიმატებენ კიდე გვიმატებენ. ხო და სტუდენტები და დაამთავრებთ და დიპლომს აიღებთ. მესამე უმაღლეს დაამთავრებთ, ხო? მესამე დაამთავრებია. ხო და გია თენაძეს ექნება უკვე 3 უმაღლესი დამთავრებული. ბატონო. ძალიან მაგარი ამბავია. ახლა შეკრებებზე რა ხდება ხოლმე მოგვიყევით რა, გამორიცხულია იქ რაღაცა ამბები არ იყოს. როგორ იქცევიან ხოლმე გოგოები? კარგად იქცევიან ხოლმე. კარგად იქცევიან. ამათან არა გვაქვს ის პრობლემა რომ სადა ხარ, როგორ ხარ, არა ძალიან მოტივირებულები არიან, ძალიან აი არ უნდა ზედმეტად რაღაც ისე. ბიჭების ხნელებთან შედარებით ამ ხრივ უფრო დაწნარებული ვართ, ბიჭები უფრო რაღაც შარში ეხვევიან ყოველთვის და ხან იაპონიაში გაყოფენ რაღაცაში თავს, ხან იტალიაში და ბიჭები ჩვენი გოგოებს არ ქონიათ არანაირი ინციდენტი არ შემთხვევიათ. ერთი გვიწევს ბიჭების მოგერიება ხოლმე რომ შეიძლება წყალდაშვე დარჩეს მოშვებული და სხვა ჩარა რაღაც ესეთი ოჯახური საქმეები სხვა ისეთი არაფერი. ისე გაიხარეთ უკვე თქვენ, რას თქვენ ხალხმა გლოცათ, ამათმა გამზრდელებმა გაიხარონო და თანდათან მოდის ეთყობა ნელ-ნელა. ხართ უკვე გახარებულები.
აი რასაც ჩვენ განვიცდით ახლა, მე მინდა რომ ყველა ჩვენ კოლეგა მწვრთნელს უსურვო განიცადონ თავიანთ მოსწავლეების გამარჯვებებით ეს სიხარული და ვისაც უკვე რომელიც მწვრთნელსაც უკვე გამოცდილი აქვს, იმათ კიდე გაიმეორონ მრავალჯერ გამოცადონ ეს გვინდა და მინდა აღნიშნო კიდევ იქ გულშემატკივრობა, ფაქტიურად მე გრძნობდი თავს თბილისში სპორტის სასახლეში. იქ იყო ესეთი იმდენი რაოდენობა ხალხის, ну ახლა ადგილობრივზე მეტი არ იყო, მაგრამ იმ ოვაციებით, იმ შეძახილებით ადგილობრივებს ჭარბობდი ძალიან, ქართველი კომაგების ხმა ახშობდა ყველაფერს და მინდა აღნიშნო გოგა ხერგიანი, ნესტორ ხერგიანის ძმა, გოგა მაპატიეს ნესტორ აზმათ რომ მოიხსენებთ, მაგრამ შემდგარი კაცია უკვე და კაი კაცი და ის იყო მოტივატორი ამ ყველაფრის და გეუბნებით მეგონა თავი ძველ სპორტის სასახლეშთან, იმიტომ რომ მე იქ გამოვდიოდი ხოლმე და ეს ხალხის ოვაციების ძახილი და ამან სერიოზული მუხტი შემოიტანა გუნდში და ალბათ რაღაც წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. მადლობა მათ. სხვათა შორის არ ვიცი მე მომეჩვენა და ანუ რაც გინდა ის გეჩვენებაო, ხო არის ხო ესეც ხდება ხოლმე რა, ანუ რისი გაგებაც გინდა რომ ის გეჩვენებაო. მე ინტერნეტში წავაწყდი მოკლედ ამ გუნდური ჩემპიონატის ჰაილაითებს რა. ანუ იყო ნახევარ ფინალი იყო იაპონიასთან და ფინალი სამხრეთ კორეასთან. ჰაილაითები და იყო ინგლისურენოვანი კომენტატორი იყო. ეხლა არ ვიცი ეს ინგლისელი იყო, ამერიკელი იყო, ავსტრალიელი იყო, სადაური იყო, მაგრამ ინგლისურენოვანი იყო. და რაღაცა აი მის ინტონაციაში, მის მიდგომაში რაღაცა შევატყე რომ ჩვენ მხარეს იყო ეს. ადამს კი. უყვარს. რაღაცა ისე მიყავდა და ისეთი ემოციებით შევატყე აი განსაკუთრებით ის ბოლოს რომ გადატეხა წელში ლამის ბექაურმა ის თავის აი ბოლო გამარჯვების გდება რა. ეგეთი იპონი მე არ მინახავს. მთელი ცხოვრება ჯუდოს უყურებ და ეგეთი იპონი, ანუ დასვა და გადატეხა. ჯერ დასვა. და მერე მიაწვა გადატეხა. აი სასწაულად გამოვიდა. ბექაური გუნდურში გამოვიდა აი სასწაულად რა. სასწაულად გამოვიდა და ნუ ეხა ხდება ეგეთი რაღაცეები, ეხა წინა აქვს კიდე მას ბევრი მსოფლიო და მესამე ჯერაც მოიგებს ოლიმპიადას დარწმუნებული ვარ ამაში ხო ეხა ნუ თქვენ ეხა ჩემგან არ გესწავლებათ ხო შეიძლება მოხდეს ისე რომ შენზე სუსტან არ რაღაცა წამი და წააგო ხო არაფერი ტრაგედია ამაში არ არის. კი. ყველაზე თვალსაჩინო შეხვედრა იყო მურავოსთან. ოლიმპიური ფინალი რო გამოვიდა და იქაც აგებდა შეხვედრას, მაგრამ მაინც მოუგო. ხა ალბათ ღმერთის ხელი მაგარი შეხვედრა მოიგო ძალიან მაგარი რაღაცები აკეთა რა. მაგანაც და ეთომ საერთოდ წაუგებლად დაამთავრა მსოფლიო ჩემპიონატი. ანუ მსოფლიო ჩემპიონატი იჭიდავა ინდივიდუალური, გუნდური იჭიდავა ისე რომ ერთი ბრძოლა არ წაუგია. ნუ აჰა მეტი რა უნდა ქნას ბიჭო, ნუ აი მართლა მხეცი ხარ ეთო შენ გენაცვალე რა. ბიჭო რაც მე დავლიე გამალოთე რა ეთო გამალოთე. მათ აღსანიშნავი ის არის რომ კორეელთან იყო შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონი ის მიმი. ხო, მსოფლიო ჩემპიონი და ეს ხო გუშინდელი იყო და ეს უკვე შარშანდელი და მაგათი ორთაბრძოლა ძალიან საინტერესო იყო ეთო რო იპონით მოუგო. და ის წითელი საზურგე ეს ჩემიაო ეხლა და წამოიღო თბილისში ეხლა ბოდიში მოუხადა. ბოდიში და ხო და ეხლა ჩემიაო დღეს წელიწადი ამას და მე კიდე ვილაპარაკოთ. ისე ცოტა არ იყოს და შეშფოთებული ვარ მე. რანაირი თასია ეს მაქენა როგორ უნდა დალიო. ერთად გავშინჯოთ რა ვიცი იქნება გამოვიდეს. გამოვა რაღაცა უცნაური თასია. ცოტა რაღაცა ესეთი აი დასალევია მაგალითად სტენლის თასი ჰოკეიში. ჩვენიერია იმ ხელაა რომ ერთი რო წაიღო, ერთი ოციანი გამოდის. სხვანაირებიც გაგვაქვს. სხვანაირებიც გაგვთ. ახლა თქვენ ბატონო გია, ბატონო კახა, თქვენ ყოველთვის გოგონებთან ხო არ მუშაობდით, თქვენ ხა ბიჭებთანაც მუშაობდით და ამაზეც მოგვიყევით, თან იქაც სერიოზული წარმატებები გაგვთ. და თქვენი გამოძახილია ახლა ბევრი წარმატება, რომელსაც ჩვენ უყურებთ და გვიამაყება და მოგვიყევით ესეც რა. ზოგადად საკუთარ იმაზე საუბარი ისტორია და რთულია და არც არის ეთიკური, მაგრამ ნუ ახლა
აუცილებელია უნდა ითქვას 2002-ში 2002 წელს საკუთარ შენობაში გავხსენით დარბაზი და იცით მაშინ რა პერიოდი იყო 2002 წელში და ზუსტად 10 წელიწადში 2012-ში ლაშა შავდათუაშვილი დაჯდა ოლიმპიური ჩემპიონატი. და იმის გარდა და შას გარდა იმ დარბაზში ვაჟა მარგველაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ის რო აზერბაიჯანიდან კიდე კოკაური გამოდის, სულ ყველა იმ თაობის ბავშვები არიან და მე ხა განა რამე განსაკუთრებული ის, მაგრამ ალბათ ღმერთის გვერდში დგომას ყოველთვის გძნობ და იგივე არის ახლა ამ გოგოებში. რაც ხდება მართლა ღმერთს მადლობა ამ ყველაფერისთვის და კახასთან მიმართებაში კიდე ურთიერთობა გამიმართლა ძალიან, იმიტომ რომ 100%-იანად ჩამოყალიბებული, გაწონასწორებული, კომპეტენტური ადამიანია ამ თავის სფეროში და შეხმატკბილებულად, რა ვიცი, მე მგონი მე ჩემი ადგილი მაქვს იქ კახას თავისი და საქმე კარგად გამოდის და კახას კიდე მანამ გოგონებში დავიწყევით მუშაობას ასევე მერაბ დვალიშვილი, ყველასთვის ცნობილი საყვარელი არის კახას მოსწავლე. თანაც დღემდე აქვს ურთიერთობა. თქვენ ვარჯიშებდით ბატონო? მე ვარჯიშები 5-6 წელიწად. 6 წელიწადი. ძიუდოში და სხვათა შორის პირველი შედეგი რაც გააკეთა მერაბმა მაშინ კადეტებში სამბოს ევროპის პრიზიორი გახდა მაშინ. და მე ომი რაღაცა და მე წავიდა. იმიტოა იმაში მაგარი ჭიდაობაში როგორც კი გადადის და პარტერში როგორც კი გადადის ბრძოლა ბადალი არ ყავს. ანუ აქაც თქვენი წვლილია. ამ ჩემპიონატზე შეკვეთა მივეც. რატო არ აღჭობ მეთქი მე ვთხარი ახლა რატო რა კარგად გამოგივათქო და მე მომწერა. ხო შეგისურვე დავაღჭეო კახამას ვთქვა. მართლაც მოიგო ფინალი. ზოგადად გორის სკოლა რა ფენომენია მითხარით რა. ანუ გორს გაცილებით მეტი მედალი აქვს ვიდრე ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანას. როგორც ძიუდოში ისე თავისუფალ ჭიდაობაში. ხო. აი რა არის ეს რა საიდან მოდის ან რა გენეტიკაა ამისთან ამ ქართლში ამ ჭიდაობის? ატენური გვაქვს. კარგი. ატენური გვაქვს, კარგი. დალოცვა დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატებაში. ერთ ისტორიას აბა გისმენთ. ეთერისთან დაკავშირებით. ჯერ პატარა გოგოა რა, 15-16 წლისა და კახამასწავლებელმა რო გაიგო რომ შეყვარებული ყავს ახლა თემურ ნოზაძეზე. ახლა მეუღლეა უკვე. ახლა უკვე მეუღლეა და ძალიან კაი წვრილია. ძალიან. როგორ ნერვიულობდა თემური ტრიბუნებზე. დედას ვიცავართ სრევლები მომდიოდა რომ უყურებდი. აი მე როგორ გულშემატკივრობდა. პირველად რო გაიგო ამან, ახლა გავუსკდაგული პერსპექტიული გოგო ახლა შეყარებული გათხოვება, ანუ ესე დამთავრდება ამის კარიერა და მე გვიან გავიგეს უგვიანი. ხო. და გაიყვანა მე ეთო ცალკე და ოხსნე შვილო ეხლა ჯერ ადრეა, განაკავე ხა ოჯახი კი ის, მაგრამ ჯერ ადრეა შენთვის. თან შენ ეხლა უნდა რომ დაუთარსოს გზები და შენ უფრო კარგი გეკუთვნეს რაღაც. ესეთი. ხო და დაიცადე ჯერ რაღაც ის და მე რო ჩემპიონი გახდები, მე ასარჩევად გექნება რაღაც ეს საქმე. ეს ეთერი უსმენს და თურმე წავიდა საღამო და ყველაფერი მოუყვა თემოს. ეხლა ეს ცოტა ესეთი ბიჭია რა, თემურა, უცბად გაუტყდა როგორ ის გჯობია, როგორ უთხარი და მოვიდა სანახავად ეძებს კახამასწავლებელს რა და მოვიდა კახამას რატო უთხარი რომ ესო რა ქვია, რომ შენ გჯობია ისო. რა ტყუილი უთხარი არ გჯობიაო და გაიჭედა ვეღარაფერი არ თქვა. მე საბინიერები ამყოფობ. კი, უმაგრესი წყვილია, კარგი, გემრიელი ქართული ოჯახი შექმნეს და წარმატებას უსურვებ, რა თქმა უნდა, გამრავლებას და ყველაფერს, ოღონდ ოლიმპიური ჩემპიონობის მერე. დიახ. ხო, ასე უნდა მეთქვა. დიახ. ოლიმპიური ჩემპიონობის მერე უკვე ბევრი შვილი, ეგეთ ხალხს უნდა ყავდეს ბევრი შვილი. აბა რა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი და ლამაზი და წარმატებული. ახლა ერთსაც კითხავთ. ზოგადად აი ხო არ გიყოყმანიათ გოგონებში გადასვლაზე?
ანუ აი გოგონების წვნელობაზე. ხო, აი ზაღარო თქვი გორის ეს სკოლა წარმატებული რო იყო, ნუ რაღაც დადგა საკითხი რომ გოგოების წამოუწიოთ. და როგორი ის მოხდა იცი ეს ვინც მანამდე იყო გოდერძი ველჯანაშვილი ესეთ ვინც შეკრიბა ეს შვილდისლორიდან გადმოიყვანა მძლეოსნობი ვინც შეკრიბა ეს გუნდი იმას რაღაც პრობლემები შემთხვა და ნუ ვერ იმუშავებდა რა და გახდა საჭირო ვიღაცა ჩასდგომიყო ამ იმას და ვინდა გადაწყდა ჩემზე რა ნუ ეხლა არ აქვს მნიშვნელობა როგორ გადაწყდა ну, რა თქმა უნდა, მეც არ მესიამოვნა, იმიტომ რომ ესეთი წარმატებული კლუბი მქონდა უკვე გორში, მაგრამ ну, საქმე სჭირდება, დაგავალეს უნდა მიხედო. ну, დრო დაგჭირდა, რომ ეს ყველაფერი დაგვეწმინდავებინა ეგ სიტუაციები, იმიტომ რომ სუფთა ძიუდოისტი თუ არა გაქვს საძირკველი და არ დაიწყე ბავშვობიდან, რთულია დიდ შედეგებზე გასვლა. ხო, თუმცა სამბურში გადავიდნენ ჩვენთან, აგერ ელენე კებაძე ოძელაშვილი ნინო შესანიშნავი თქვენგან წავიდნენ სამბურში ჯუდოდან გადავიდნენ და სოფლიო ჩემპიონები გახდნენ სოფლიო ჩემპიონები კი ბატონო აგერ ნინო ოძელაშვილმა ისეთი დამახეთქა ერთხელ ორი კვირა უკოჭლობდი აგერ ახსოვთ ბიჭებს რა მინდოდა რატო ვეჭიდავე კი ბატონო კახა მასწავლებელო თქვენ მე გიამასწავლებელ წამიყვანა და უარი ვეღარ უთხარი ესე გამოვიდა არ მქონდა გადაც გონებაშიც არ მქონდა მაგრამ რა ვიცი ესე მოხდა ალბათ ესეც ღმერთის წყალობა იყო ესეც იყო მაგრამ კმაყოფილი ვარ რომ წავედი ნამდვილად ის საქმე რომელიც ცოტა გასაკეთებელია და ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთება უფრო კარგია ჩვენთვის და უფრო კარგად აი შესარგებელი და სანახია და მადლობა ღმერთს ამისთვის მოდი რა უნდა აღნიშნო კიდე ყველა მწვრთნელი აფიქსირებს რომ დაუშვათ სოფლიო ჩემპიონი გაზარდა ოლიმპიური ჩემპიონი და აი მე იმის გამზრდელი და ნუ აბახოს ასე ვთქვათ რა ან ესე გამოსდის რომ აბახოს ძალიან რთულია და მეორე მხრიდან შეხედო ყველა მწვრთნელს არ შეუძლია ესე რომ მეორე მხრიდან მედალს შეხედო თუ ჩვენ გავხდით სოფლიო ჩემპიონის მწვრთნელები და ან ოლიმპიური ჩემპიონის მწვრთნელები ეს გავხდით იმ მოსწავლის გამო და ჩვენ გავხადეს იმ მოსწავლეებმა სოფლიო ჩემპიონის მწვრთნელები და ამის გამო მინდა გადავუხადო დიდი მადლობა იმ სპორტსმენებს რომ ჩვენ გავხდით ესეთი ნუ დაუშვათ ხალხში მისაღები ადამიანები გვაქვს ეს პოპულარობა და ეს არის დამსახურება იმ ჩვენი მოსწავლეების და ძნელად უჭირთ ხოლმე ამის აღიარება და თუ ეს სინქრონში არ არის, თუ ეს არ იგრძნო სპორტსმენმაც, რომ შენ ესეთი დამოკიდებულება აქვს, არა ისე ვერ კეთდება საქმე. ლოგიკურია, მასწავლებელმა უნდა აღიაროს მოსწავლის ღვაწლი და მოსწავლემ უნდა აღიაროს მასწავლებლის ღვაწლი და ეს არის მართალია, სინქრონში უნდა იყოს ყველაფერი, ყველა თავის საქმე უნდა აკეთოს და გამოდის ასეთი მაგარი შედეგი. მოკლედ, მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის, ბატონებო, რომ მოიცალეთ და მოხვედით ჩვენთან გადაცემაში. სტუმრად დიდი ქართული საქმის მკეთებელი ხალხი, შემოქმედები, უმაგრესი ხალხი ყავდა დღეს სტუმრად სოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი მწვრთნელები გია თენაძე და კახა მოცრაძე. მადლობა. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.